ერთიანი ეროვნული გამოცდა ფიზიკაში 2018 წელი ამოცანა ნომერი 17. გარკვეული სიჩქარით მოძრავ სხეულზე მოქმედებას იწყებს მოძრაობის საწინააღმდეგოდ მიმართული მუდმივი ძალაო. სხეულის სიჩქარის კვადრატი ამ მომენტიდან გავლილი მანძილის მიხედვით იწყება შემდეგი კანონითო. მოცემული გვაქვს, ესე იგი რა გვაქვს ჩავწეროთ. v კვადრატის დამოკიდებულება გავლილ მანძილზე, რომელსაც შემდეგი სახე აქვს, v კვადრატი უდრის 9 - 2s. და ჩვენ გვეკითხებიან რა დროში გაჩერდება ეს ჩვენი სხეული, ხო? ესე იგი t დავარქვათ მოდით მაგ გაჩერების დროს. ხო, ეხლა გამომდინარე იქიდან რომ ჩვენ სხეულზე მოქმედებს მუდმივი ძალა, შესაბამისად მოძრაობა თანაბარ აჩქარებული ყოფილა. თანაბარ აჩქარებული მოძრაობის დროს თუ გავითვალისწინებთ, რომ გავლილი მანძილი ტოლი არის საბოლოო სიჩქარის კვადრატს გამოკლებული საწყისი სიჩქარის კვადრატი შეფარდებული 200-თან. აქედან ჩვენ გამოგვივა რომ v კვადრატს მინუს v0 კვადრატი ტოლი ყოფილა 2as-ის, ხო? და აქედან v კვადრატის დამოკიდებულება ზოგადი სახით გონია შემდეგი სახე v0 კვადრატს პლუს 2as. და მოცემულობაში გვაქვს კერძო აი ამ დამოკიდებულების კერძო შემთხვევა შემდეგი სახით v კვადრატი უდრის 9 მინუს 2s. და მოდით შევადაროთ ახლა ეს ორი ტოლობა ერთმანეთს. ჩვენ შემთხვევაში საწყისი სიჩქარე ტოლი გამოგვდის საწყისი სიჩქარის კვადრატი v0 კვადრატი ტოლი გამოგვდის 9-ი, საიდანაც v0 საწყისი სიჩქარე ტოლი ყოფილა 3 მეტრ/წამის, ხო? ამასთან ეს გავლილი მანძილის წინ მდგარი კოეფიციენტი არის 2-ა, ხოლო ქვემოთ ეს წინ მდგარი კოეფიციენტია -2, ხო? მაშინ 2-ა ტოლი უნდა იყოს, ეს ორი ტოლობა რო ერთმანეთის ტოლი იყოს, მაშინ 2-ა ტოლი უნდა იყოს -2, საიდანაც a ტოლი გამოგვდის -1-ის, ხო? -1. ბავშვთ ეს ამ შემთხვევაში საუბარია x ბგენელზე, ხო? მოდი x ბგენელებში ჩავწეროთ და პირობითად დავუშვათ, რომ ეს ჩვენი სხეული x ღერძის გასწვრივ მოძრაობს. აი რაღაც სხეული ავიღოთ, საწყისი სიჩქარე აქვს v0, მასზე მოქმედებს f ძალა საწინააღმდეგოდ მიმართული, შესაბამისად f-ი არის პროპორციული აჩქარების, ხო? m-ას ტოლი არის, შესაბამისად აჩქარებაც მიმართული იქნება x ღერძის საწინააღმდეგოდ, ხო? და x-ი შესაბამისად, რადგანაც ძალა ამ სხეულზე მოქმედებს მოძრაობის საწინააღმდეგოდ მიმართულებით, სიჩქარის ცვლილება დროის ერთეულში, ესე იგი აჩქარება იქნება x მდგენელი -1 მეტრ/კვადრატის ტოლი. კი ბატონო, შესაბამისად ეხლა ჩვენ რა გამოგვივა? ჩვენ გამოგვივიდა რომ საწყისი სიჩქარეა 3 მეტრ/წამი, აჩქარება არის -1 მეტრ/კვადრატი და რა დროში გაჩერდება? იმ დროში მაშინ გაჩერდება, როცა სიჩქარე 0-ის ტოლი გახდება, ხო? მეორე თუ თანაბარ აჩქარებული მოძრაობის დროს გავიხსენოთ v ტოლი არის v0 პლუს at. ეხლა v თუ 0-ია, ესე იგი 0 უდრის v0 არის 3 დამატებული a არის vx-ებში, მოდი მდგენელებში ჩავწეროთ. შეცდომა არ დაუშვათ. აი ესე ჩავწეროთ. 3 არის v0x-ი, ამას დამატებული -1, ანუ -1 ჯერ t -t გვექნება და აქედან დროისთვის მივიღებთ, რომ t ტოლი ყოფილა 3/წამის. შესაბამისად, პასუხი რა გვექნება? პასუხი იქნება d.